თუნდაც სხვაგან მას მოელოდეს პირადი წარმატებებად ამბროსი ხელაია გამოარჩია. იმავე დღეს დაუსამართლებლად ეპისკოპოს კირიოს ბრალი დასდეს ეგზარქოს ნიკოლის უფლებაში და გადაასახლეს რუსეთში. რეპრესირებული იქნა ამბროსი ხელაია თვითონ და იგიც მონაწილეობდა ამ სისხლიან საქმეში. აქ იურისდიქციის გავრცელებას ჭირდა. ახალგაზრდებს უნდა გავდეთ ისურვილი და სრულად უყურებდეთ ეკლესიას. როდესაც ურწმუნოება ეს არის დიდი ბოლოება. აი ეს წინა პატრიარქები ვერც კი ინატრიდნენ, ვერც კი წარმოიდგენდნენ იმას, რომ საქართველოს ეკლესიას ექნებოდა თავისი უნივერსიტეტი. მე მინდა გითხრათ, რომ თავარი მოვალეობა პატრიარქის არის ის, რომ არადროს არ უნდა დააყენოს ეკლესია და ჩვენი ქვეყანა დარქმის ქვეშ. ეს დარქმა თვითონ უნდა მიიღოს თავისი. და ეს ახასიათებდა ამბროსი ხელაიას წმინდეს და უნეტარის ეს ახასიათებდა ყველა პატრიარქს.